კომპანია RMG გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. წლების მანძილზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო გეოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. წელს ჯილდო 15 ახალგაზრდას გადაეცა და ის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს. პროგრამის შესახებ მეტი დეტალი შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა ჩვენი სიუჟეტიდან, საიდანაც მისი ორი გამარჯვებულის გაცნობასაც შეძლებთ. ხარისხიანი განათლების მხარდაჭერა ყველა ინდუსტრიის, ცალკეული კომპანიის თუ ზოგადად ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველია. იქ, სადაც განათლება, ცოდნა და გამოცდილება, ყველა საქმე ბევრად უფრო ხარისხიანად კეთდება. კომპანია RMG-ს ამ ყველაფრის მნიშვნელობა სწორედ აქვს გააზრებული. სწორედ ამიტომ წლების მანძილზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად ახალი პროექტი ახალგაზრდა მეცნიერი წარადგინეს, რომელიც სამთო გეოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. 15 გამარჯვებული თითქმის ყველა დარგობრივი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და კვლევითი ინსტიტუტიდან გამოირჩა. თითოეული მათგანი 1 წლის განმავლობაში ფინანსურ ანაზღაურებასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, ახალ კონტაქტებს და რაც ყველაზე მთავარია, мотиваციას მიიღებს. RMG ძალიან ფართოდ უყურებს სამთო გეოლოგიურ მიმართულებებს. მისთვის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა საკადრო რესურსის რეკრუტირება კომპანიაში, თუმცა ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია დარგში არსებობდეს სამეცნიერო ძლიერი კერები, რომლებიც იმუშავებენ კომპანიის სხვადასხვა პრობლემატიკაზე, მეცნიერების მიმართულებით, კვლევის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი კომპანიის სპეციფიკა არის კვლევაზე დაფუძნებული, მეცნიერებაზე დაფუძნებული სპეციფიკა, შესაბამისად, სწორედ აი ამ პასუხისმგებლიანი და მეცნიერული გადაწყვეტილებების შედეგად ხდება ყველა ის საწარმოო მოქმედება, რომელსაც კომპანია დღესდღეობით ძალიან მაღალი სტანდარტებით ახორციელებს. პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება სამთო ინსტიტუტი იყო, სადაც აცხადებენ, რომ პროგრამამ შექმნა შესაძლებლობა ახალგაზრდებმა თავიანთი კვლევები განავითარონ, მეცნიერებაში დარჩნენ, სტიმული მიიღონ და თანაც мотиваცია მხოლოდ წლევანდელი გამარჯვებულებისთვის არაა. მათთვისაც, ვინც ამ ადამიანების გვერდით მუშაობენ ან მომავალში პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადგებიან. პროგრამის მიზანიც ესაა, ამ დარგის მთავარი გამოწვევა აღმოფხვრას. ეს გამოწვევა კი ცალსახად ახალგაზრდების დეფიციტი იყო. გარკვეულწილად ქმნის საფუძველს გააგრძელონ, განავითარონ თავიანთი კონტაქტები ამ კომპანიასთან, აიმაღლონ თავიანთი ცოდნა და რასაკვირველია, ავითარებს ეს ასეთი ურთიერთობა როგორც მეცნიერებას, ასევე ეკონომიკას, არა? თუ მოხდა და ალბათ მოხდება აუცილებლად, რომ რაღაცა ნაწილი დაინერგება აი ამ კვლევების ამ კომპანიაში, და ეს იქნება ძალიან დიდი შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შედეგი ჩვენიერ დღეს დადგება. ეს ფაქტიურად ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, როგორც სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას, ასევე ეკონომიკის განვითარებას. ანუ ორმაგი ეფექტის მატარებელი გახლავთ ეს პროგრამა. მამუკა ბაღნაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც RMG-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მოხვდა. სამთო ინსტიტუტში მუშაობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიაში. ჯერ ტექნიკოსი იყო. ახლა უკვე უფროსი მეცნიერის და მთავარი ტექნოლოგის პოზიციაც დაიკავა. თუმცა განვითარება არ შეუწყვეტავს. მუდმივად რაღაც სიახლეს ეძებდა. ახალგაზრდა მეცნიერის პროგრამა კი მისთვის შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი ამუშავა. კონკურსში გამარჯვება მოეპოვებინა. შემდეგ კი ის საქმე, რომელსაც წლები აკეთებს, უფრო დიდი мотиваციით, ენერგიით, პასუხისმგებლობით და რაც მთავარია, სამომავლო გეგმების თამამად დასახვით ეკეთებინა. მონაწილეობას ღებულობ როგორც სინჯის მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც გულისხმობს სინჯის გაშრობას, არევა შეკვეცას, დამსხვრევას, ქვესინჯების აღებას, ასევე ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებში. წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიაში გამდიდრების მეთოდებიდან ჩვენ ვიყენებთ გრავიტაციულ მეთოდს, ფლოტაციურ მეთოდს და მაგნიტურ სეპარაციას, ხოლო ქიმიური მეთოდიდან ვიყენებთ ჰიდრომეტალურგიას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვკითხულობ სალექციო კურსს წიაღისეულის გამდიდრების მაგნიტურ, ელექტრულ და სპეციალურ მეთოდებში.
სამთო ინსტიტუტიდან გამარჯვებულებს შორის მოხვედრა ორმა ახალგაზრდა მეცნიერმა მოახერხა. ერთ-ერთი მათგანი კი თენგიზ შუბითიძე იყო, სამთო ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის განვითარების ლაბორატორიის სპეციალისტი, რომელიც ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურაზე სწავლობს. სამთო ინსტიტუტში ლექტორის რეკომენდაციით დასაქმდა, სამეცნიერო საქმიანობა კი სკოლის პერიოდიდან აინტერესებდა. ამ საქმესაც გაყვა, შემდეგ კი შესაძლებლობებიც გამოჩნდა, შანსებიც და განვითარების პერსპექტივაც. ლაბორატორიაში მევალება სინჯების მომზადება და სხვადასხვა ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება. ამ პროგრამაში მოხდი კონკურსის შედეგად და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ერთგვარი мотиваციის წყაროა და კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამიჩენს, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა გავაგრძელო. ცხადია, რომ პროგრამას, რომელიც ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს, მრავალმხრივი სარგებელი მოაქვს. ყველაზე მთავარი, დარგის განვითარებას ხელს უწყობს და ფაქტობრივად გარანტიას იძლევა, რომ მეცნიერება როგორც პროფესია ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად საინტერესო და პერსპექტიული გახდება.